აი დაიწყო უკვე დაჯილდოების ცერემონია. ოქროს მედლები ბორჯღალოსნებს. მაყურებლების ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებლების და გულშემატკივრების შეძახილები ხედავთ. ოთარ გიორგაძე, ვასილ ობჟანიძე, შალვა მამუკაშვილი, ლექა გორგაძე, ესე რიგრიგობით მიიღებენ ამ ჯილდოს. მატჩის შემდეგ კი რა თქმა უნდა დაიწყება ზეიმი, ტრადიციული სარაგბო მესამე ტაიმი. გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ისედაც ვიცოდით, რომ ძალიან მაღალი დონის მორაგბე იყო, მაგრამ წლევანდელ ტურნირზე მან ყველას დაანახა ეს უდიდესი ალბათობით ძირითადის მორაგბე იქნება ის მსოფლიო თასზე. სხვა სამუშაოს ასრულებს მოედანზე, როდესაც იმყოფება, გინდ შეტევაში, გინდ დაცვაში შეუცვლელი არის დღესდღეობით ნამდვილად. ბექა გორგაძენ მესამე ხაზში არის უდიდესი კონკურენცია დღესდღეობით საქართველოს ნაკრებში, რაც ძალიან სასიამოვნოა. არიან უმაღლესი დონის ბიჭები, მაგალითად მიხეილ გაჩეჩილაძე, უმაღლესი დონის მორაგბეები, რომლებიც უბრალოდ აი ამ კონკურენციის გამო ვერ ხვდებიან ნაკრებში. ძალიან კარგი ტურნირი ჰქონდა მირიან მოდებაძესაც, ახალგაზრდა ქუთაისელი უკანახაზელი, ფთის 3-4-დელი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და ამ ტრავმის გამო საკმაოდ სერიოზული პერიოდი გაუწდა, ვერ მოახერხა მან თითქმის ერთი სეზონი თამაში და დაბრუნდა თუ არა, დაბრუნდა ძალიან კარგად, მალევე აკრიფა საუკეთესო ფორმა და თამაშობს ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში, წინა შეხვედრაში ჰეტრიკი მიითვალა და დღესაც დადო ლელო რუსეთის წინააღმდეგ. ეს კი ბორჯღალოსნები თქვენს ეკრანებზე. ელოდებიან თას. გადაეცემა რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანს მერაბ შარიქაძეს. მე მგონი ამ კადრებს შეგვიძლია კომენტარის გარეშეც უყუროთ. ზეიმი გრძელდება და რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ საკმაოდ დიდხანს. მე კი მინდა კიდევ ერთხელ გირჩიოთ, რომ არ გადართოთ პირველი არხიდან, სპორტული საღამო გრძელდება, ლოკომოტივი დინამო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.